აი ამ ტიპთან რანაირად მიღალატა, მე ხომ ყველანაირად ვჯობი ვარ მას. ეს ის პოპულარული კითხვა, რაც მამაკაცთა უმრავლესობას აწუხებს, როდესაც ქალი უღალატებს. მაგალითად, კონსულტაციაზე მოსულ ერთ-ერთ მამაკაცს ცხოვრებისეული ჯეკპოტი აქვს მოხსნილი. სიმპათიურიც არის, ფულიც აქვს, ქალებიც აქეთ ხამდებიან მასზე და საერთო ჯამში ყველაფერი აქვს, რაც კი შეიძლება აზრად მოგივიდეს. მაგრამ მაგ ყველაფერმა არ უშველა. ქალმა მაინც უღალატა და მაგ მომენტში კაცი არის გაკვირვებული. რანაირად მოხდა იქ, რანაირად წავიდა ქალი აი იმ ტიპთანო. ის ხომ ყველანაირად ჩემზე ცუდი ვარიანტიაო. საქმე იმაშია, რომ ქალი არ ჯდება და პასტა ფურცლით არ იწერს შენს კონკურენტუნარიან თვისებებს და მაგით არ გადარებს სხვას. ქალთა სრული უმრავლესობა თავის სუბიექტურ შეგრძნებებზე ორიენტირდება. მოდით ასე ვიტყვი. მთლიანობაში ქალს აქვს პარტნიორის შერჩევის სულ რაღაც ორი ტიპის მექანიზმი. პირველი არის სრულიად ბიოლოგიური, ცხოველური მიდგომა, რაც შეიძლება მეტი მამაკაცის სხვადასხვა მეთოდებით მოზიდვა და შემდეგ მათ შორის თავისივე სუბიექტური შეგრძნებებიდან გამომდინარე ყველაზე კონკურენტუნარიანი შიმპანზეს შერჩევა და მამაკაცთა უმეტესობაც ზუსტად ამაზე ორიენტირდება, მაგრამ ეგოიზმი მაინც ჩართე და ისე დაფიქრდი. რამდენად არაკომფორტულ მდგომარეობაში იგდებ თავს, იმიტომ რომ თუ შენი თავდაჯერებულობა იმაზე დგას, რომ მაგარი მანქანა იყიდე და ზუსტად მაგიტომ უნდა მოსწონდე ქალებს. გამოდის რომ ყველა ვისაც უკეთესი მანქანა ჰყავს, შენ გჯობია. აი გვერდზე გიზის ქალი და უცებ ბევრად უკეთესი მანქანა რომ ჩაივლის, ეგრევე დისკომფორტს იგრძნო. თუ შენი თავდაჯერებულობა შენს ფინანსებზე დგას, ყოველთვის მოიძებნება შენზე წარმატებული. თუ ძალაუფლებაზე დგას, მოიძებნება შენზე მაღლა მდგომი. თუ შენ სიმპათიური ხარ და ნავარჯიშები ტანი გაქვს, უფრო სიმპათიურიც მოიძებნება. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა შეჩერდეს ქალი შენზე, თუ მისი არჩევანი იყო მისთვის იმ მომენტში მის გარშემო არსებული მამაკაცებიდან საუკეთესოზე დაყრდნობილი. ის აუცილებლად მომავალში სხვას აირჩევს. უბრალოდ დაფიქრდი, შენი ცხოვრებისეული ფსონი უნდა დადო იმაზე, რომ სულ ვიღაცის მოლოდინი ამართლო და ეგ მოლოდინი თან დროში ცვალებადია და სულ რომ მართლა ეცადო. მთლიანობაში შენ მაგ ყველაფერს ბოლომდე ვერც მართავ. არ არის ბოლომდე შენს ხელში. შენი ჯანმრთელობა არ არის შენს ხელში. შენი გარეგნობა არ არის შენს ხელში. შენი შემოსავლის სტაბილურობა არ არის შენს ხელში. კი, რაღაც დონეზე ლავირება შეგიძლია, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ბევრი უზარმაზარი ფაქტორია, რაც ახდენს მაგ ყველაფერზე გავლენას. მხოლოდ ერთი რამ არსებობს, რისი კონტროლიც თავიდან ბოლომდე ჩვენს ხელშია და რაზე დაყრდნობითაც უნდა ავირჩიოთ პარტნიორი. და ზუსტადაც ეგ არის მეორე ვარიანტიც და ეგ არის ჩვენი მორალური ორიენტირი. მორალი, რომელსაც შენში ატარებ იცვლება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქცევითა და ქმედებებით, რასაც შენ ყოველდღიურად აკეთებ. ის სრულიად შენს ხელშია. შენი ყოველდღიური და ყოველწამიერი არჩევანი ცვლის მას. ცვლის შენ. მორალურად უკეთესი იქნები თუ უარესი, შენს ხელშია. შესაბამისად ქალმა შენ უნდა აგირჩიოს კონკრეტულად მაგის გამო. უშუალოდ ეგ უნდა იყოს მისი საზომი. და მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეძლებ შეხვდე იმ ადამიანს, რომელიც შენაირად უყურებს ამ ცხოვრებას, რომლისთვისაც ერთგულება და სიკეთე იგივე ცნებებია რაც შენთვის.